როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ გულისხმობთ ჰიბრიდული ომის რამდენიმე ელემენტს. ჰიბრიდული ომის ყველაზე მძლავრი რასაკვირველია ელემენტი არის კონვენციური ომი, აი ის ომი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში ასე მაგალითად 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა დაიპყრო დროებით წაგვართვა აფხაზეთი და მაგალითად მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს. კონვენციური ომი მოხდა რუსეთსა და რუსეთის შემადგენელ ნაწილ ჩეჩნეთს შორის ორჯერ, იცით თქვენ 90-იანებში და მეორეჯერ ისეთი საშინეო პირველადაც, მაგრამ მეორე ჯერზე რუსეთმა ისეთი საშინელებები ჩაიდინა ჩეჩნეთში, რომ პრაქტიკულად გაწყვიტა, გაანადგურა და გაწყვიტა ჩეჩენიერი. ეს იყო კონვენციური ომი. უკრაინაში 2014 წელს მოხდა კონვენციური ომი და განსაკუთრებით 2022 წლიდან მიმდინარეობს სწორედაც კონვენციური ომი, მაგრამ რომ ვიცოდეთ, მაინც, როდესაც კონვენციური ომი მიმდინარეობს, ანუ შეიარაღებული ომი, სისხლის მღვრელი ომი ორ სახელმწიფოს შორის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტერვენტის სახელმწიფო, ოკუპანტის სახელმწიფო, ანექსია ვისაც უნდა, ის სახელმწიფო ომის სხვა კონვენციური ელემენტების გარდა ჰიბრიდულ სხვა ელემენტებს არ იყენებს. ეს არის რასაკვირველია საინფორმაციო ომი, ეს არის რასაკვირველია ეკონომიკური ომი, ეს არის რასაკვირველია ფსიქოლოგიური ზეწოლები, პირველზე და მესამეზე გავამახვილებ ყურადღებას, ანუ საინფორმაციო ომზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე. საქართველოს მოწყვლადი, ცუდი სიტყვაა, მე მაინც არ გვიждები ამ სიტყვაზე. მოკლედ საქართველოს საზოგადოება დასუსტებული, შესუსტებული აღმოჩნდა, არამედეგი აღმოჩნდა ამ გვარი ომის იარაღის მიმართ მრავალ მიზეზთა გამო და ფაქტია, რომ აღმოჩნდა და გაგიკვირდებათ და რუსეთს კონვენციური ჰიბრიდული ომის ამ ელემენტების წარმატებით განხორციელებაში ხო ელემენტების გამოყენებით ხელი შეუწყო არა რუსულენოვანმა მედიამ მაგალითად საინფორმაციო ომში, არამედ სწორედაც რომ ქართულენოვანმა მედიამ რუსეთმა ჩემი მეხსიერებით დაახლოებით 2009-10-დან შეცვალა სტრატეგია და ის დაეყრდნო უფრო ქართულენოვან, მაგრამ რუსული კონცეფციის მედია საშუალებებს, რომლებიც ღიად არც ამბობდნენ ბოლო პერიოდამდე, რომ რუსეთი კარგია და ევროკავშირი ცუდია, ბოლო პერიოდამდე აკითხარით, მაგრამ მანამდე ყველაფერს აკეთებდნენ და ახლაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქართულ საზოგადოებას შეაძულონ ევროკავშირისთან დასავლეთის სივრცე და თანაბარ დონეზე გაუთანაბრონ ევროკავშირის სივრცე რუსეთს როგორც ბოროტება და ათქვან, რომ თუ რუსეთი ამბობდნენ ამას, თუ რუსეთი ბოროტება, აი ევროკავშირიც არანაკლები ბოროტება. ეხლა საერთოდაც რუსეთი ბოროტებაა, ეს სიტყვა ამოგდებულია მათი ლექსიკიდან და ევროკავშირია ბოროტება, ამას ამბობენ, ოღონდ ეყრდნობიან პაპუაშვილს თუ სხვა ქართულ გვარიან რუსებს. ფსიქოლოგიური ზეწოლებიც ხდებოდა რასაკვირველია ქართულ საზოგადოებაზე და მე არ მინდა ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება გაატყდა. რასაკვირველია არა, რამდენადაც ვიბრძვით ჩვენ ჯერაც ამ ბრძოლის, ამ ომის პროცესში ვართ, მაგრამ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ შეიცვალა ჩვენს თვალწინ თვალსა და ხელშუა და უფრო რუსული რომ გახდა, ხო? და ვეღარ აღიქვამს რუსეთს მტრად, ესეც ფაქტია და ეს რასაკვირველია. საზოგადოების ლიდერი, ხელისუფლების ან ხელისუფლებად წოდებულის ბრალი დანაშაულია, მაგრამ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა ქართული ოცნების სახით თავის მხრივ ეყრდნობა სწორედაც რომ ასეთ ტვინ გიბოდიშებს ცხადია, მაგრამ ტვინ დარეცხილებს, ტვინ გამორეცხილებს, რომლებზეც რუსეთმა იმუშავა და იმუშავა. ფსიქოლოგიური ზეწოლები, ეკონომიკური ომი, მედია ომისა და ფსიქოლოგიური ზეწოლების განხორციელება შესაძლებელია კიდევ სხვა ფორმითაც ან სხვა საშუალების გამოყენებითაც და მე გულახდილად გეტყვით, რომ ცხადია ბევრი ჩვენგანი ამაზე ფიქრობს და ამას ასკვნის, რომ ამ თვალსაზრისით რუსეთის ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი იყო, არის და იქნება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ოხრაოდენ პოპულარული განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან
90-იანი წლების დასაწყისიდან, თუ გნებავთ 80-იანი წლების დასაწყისიდან, თუმცა ეს არ არის სწორი, მაინც 80-იანი წლების მიწურულიდან უფრო და უკვე მე ამ როცა უკვე ზომვა და დაიწყო გაზომვა პოპულარობისა ამა თუ იმ ინსტიტუციის, აღმოჩნდა რომ 80, 82, 85, 87 თუ 90%-იც კი აქვს ნდობის რეიტინგი ამ ინსტიტუციას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელიც თავის მხრივ უმრავლეს შემთხვევაში გაჯერებულია არამხოლოდ უვიცი, ეს გასაგებია და ამას ყველა ვხედავთ პრინციპში, ხო, არამხოლოდ უვიცი განათლება, ნაკლებ განათლება მიღებული მღვდელმსახურებით, ღვთისმსახურებით. არამედ ეს პირები, ამ პირთა უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში თუნდაც უნებურად არის შეკრული რუსეთის სპეცსამსახურებთან, ისე რომ უმრავლესობა მათგანი, აი შეკრულთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს ამას. შეკრულობა და რუსეთთან ალიანსი მაინც და მაინც იმაში არ გამოიხატება, რომ კაბა ანაფორა ჩაცმული ადამიანები ამბიონებიდან გამოდიან და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სიკეთეებზე საუბრობენ, ან ევქარისტიული კავშირის აუცილებლობაზე საუბრობენ, ან აქებენ და ადიდებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, ან რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. არა. უმრავლეს შემთხვევაში ეს არ ხდება, ასე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ამბიონებიდან რაც ისმის ის ქადაგებანი არის რუსეთისთვის სასარგებლო. არის ქსენოფობიური, არის ჰომოფობიური, არის ადამიანთ მოძულე, არის დასავლეთ მოძულე. ამას უსმენს და უსმენს კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ სიტყვას, მრევლი უსმენენ მორჩილად, იშვიათად თუ გაგახსენდება, რომ რომელიმე ღვთისმსახურს ვინმე წარმომადგენელი საზოგადოებისა ახტომო და გაეპროტესტებინოს გადაგება ღვთისმსახურად წოდებულისა, კი, ამგვარი ფაქტები დაფიქსირდა, თუ არ ვცდები იაკობის წინააღმდეგ, მეუფე იაკობი როა, ამერიკას რომ სტუმრობს ხოლმე ხანდახან და ვერაფერს იგებს, რატომ სტუმრობს, ჩემი აზრით. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? ხო და ეს ეკლესიის მსახურები, ღვთისმსახურები არიან უმრავლეს შემთხვევაში მაღალი იერარქები, რაც თავარია ჩვეულებრივ მღვდელებზე არც ვლაპარაკობ, მაგრამ არა ასე განსაკუთრებულად, მაღალი იერარქებიც არიან რუსული მესიჯების გამავრცელებლები. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სულაც არ არის აუცილებელი საუბარი თემაზე, რომ რუსეთი კარგია, რომ შენითლებოდე რუსად. ნატო ცუდია, ან ევროკავშირი გვრყნის, ეს რომ თქვა, ყოველ რაღაც 7 ქადაგებაში ერთი წინაადებით, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ რუსეთის ინტერესს ემსახურებ. თავად ამ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გასაკვირველია, ხო, თავისი იერარქიაა და აი გამორჩეული პირი არის ისი თქვენ 2017 წელს მოსაყდრედ გამორჩეული შიო მუჯირი, რომელიც რასაკვირველია, რუსეთის მთავარი დასაყრდენია. მე შემიძლია ორი სიტყვით გავიხსენო, როგორ მოხდა მისი მოსაყდრედ გამორჩევა. დიახ, ფორმალისტურად მოსაყდრედ გამოარჩია ის, დანიშნა ის საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, თუმცა და ეს ხდება 2017 წელს, თუმცა მოსაყდრეობის უფლება მას ჰქონდა პატრიარქს რომ გამოერჩია ის მოსაყდრედ, რასაკვირველია, მაგრამ მოსაყდრე მაშინ არის მოსაყდრე, ანუ ასრულებს პრაქტიკულად პატრიარქის უფლება მოვალეობას, მაშინ, როდესაც უშუალოდ პატრიარქს სამი რამ სჭირს, სამი რამ შეიძლება დაემართოს. ეს არის გარდაცვლილი და 40 დღის თუ არ ვცდები განმავლობაში სწორედ მოსაყდრე იხსნება კონვერტი, იხსნება პატრიარქის ანდერძი და იქ პატრიარქს უწერია, რომ მოსაყდრე უნდა იყოს ესა და ეს კაცი, ანუ წინა პატრიარქს უწერია შემდგომ მოსაყდრეზე და არა პატრიარქზე ხაზგასმით ვამბობ ამას. ეს ერთი, მეორე, როდესაც პატრიარქი არის კარგი სხვანაირად ვიტყვით, ჯერ არის პატიმრობაში, ესეთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში ფიქსირდება. ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, ოდესმე მოვყვები. გიამბობ და ჩემზე უკვე ცხადია ისაუბრებენ პირები, რომლებმაც ყველაფერი ჩემზე ბევრად კარგად იციან. და მესამე არის, როდესაც პატრიარქი არის დაუძლურებული. დიახ, 2017 წელს შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქი იყო დაუძლურებული. პატრიარქი ილია მეორე. მაგრამ ახლა ასეა კი, ეს კითხვა ალბათ აქტუალურია და თუ არ არის ასე. 2017 წლიდან
ესე იგი 8 წლის თავზე, უკვე 9 წელი გავა პრაქტიკულად, პატრიარქის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მდგომარეობა აი უკიდურესად მძიმეა და ვერ მართავს ეკლესიასო, ბევრი თქვენგანი იტყვის, მაგრამ ასე არ არის, ვთქვათ, მართვაში ხომ, მაინც და მაინც ყოველდღიური მართვა, საქმეთ წარმოება ხომ არ იგულისხმება. პატრიარქის კოგნიტური შესაძლებლობები ილია მეორისა არის დამაკმაყოფილებელი, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში და კათოლიკოს პატრიარქი არის კათოლიკოს პატრიარქი და კათოლიკოს პატრიარქი არის ილია მეორე. ანუ თუ არა, მაშინ გვითხრან, რომ კათოლიკოს პატრიარქი არ არის იმდენად არის დაუზრუნებული ილია მეორე, რომ მას მართვა არ შეუძლია, ესეც არ თქმულა, ხო? მაგრამ მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ თუ მეოთხე მხრივ მოსაყდრის შიო თან მართველია და თან არ არის მართველი. მოკლედ სარგებლობს მოსაყდრის სტატუსით და მოდი ასე ვიტყვი, იმაგრებს ფესვებს საიმისოდ რომ როცა იქნება და აქ მრავალწერტილი უნდა დავსვათ. ახლა ის მის კითხვა, როგორ და ვის მიერ, რეალურად ვის მიერ, თორე პატრიარქმა რომ გამოარჩია ეს ვიცით, ვის მიერ იყო თუ იქნა დანიშნული შიო მუჯირი, რამდენიმე წლის წინ მოსაყდრედ ვინ შესთავაზა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომ აი სწორედაც რომ შიო, თუმცა იქ სხვა კანდიდატებიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, სწორედ შიო ეს ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს მოსაყდრე, ეს ის შიოა, რომელსაც თავის მხრივ რომ ვიცოდეთ მაინც დამთავრებული აქვს, ამაზე ვთქვა ჯერ იმაზე ვთქვა. ხო, მოკლედ კი ბატონო, ვიტყვი, შიო მუჯირის დამთავრებული აქვს ტიხონის რელიგიური ინსტიტუტი და ტეხონის რელიგიური ინსტიტუტი არის, რომ ვიცოდეთ, მოსკოვში არის სამჭედლო რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და ასაკვირველია ეს თანამშრომლები ამ რელიგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები მიდიან მერე ეკლესიებში, ისვავენ კაბებს, იმოსებიან კაბებით, ქადაგებენ ქრისტეს სიტყვას, ასე ვიტყვი, რუსეთის სხვადასხვა წერტილში, ისტორიულში თუ ნაკლებად ისტორიულში, ვლადივოსტოკიდან ვიდრე პეტერბურგამდე, მოდი ასე ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობა მათგანი არის დამოკიდებული ან ვანგარიშვალდებული სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაინც და მაინც შიო მუჯირზე ასე ხელი რომ არ დავადო. ასე არ ვლაპარაკობ, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ მის დანიშვნაში უზარმაზარი როლი შეასრულა ასეთმა კაცმა, რომელიც ახლა უკვე აღარ არის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი RPC-ში, ანუ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მარჯვენა ხელმა კირილ გუნძიაევისა, ან რუსეთის პატრიარქისა და ამ კაცს ქვია ილარიონ ალფეევი, რომელიც აკითხარით საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ერთი ხანობა მსახურობდა, ბოლო პერიოდში რამდენადაც მახსოვს, მსახურობდა უნგრეთშიც და რამდენადაც ვიცი და სწორე ვიცი, მას უნგრეთის მოქალაქეობაც აქვს, ისიც რასაკვირველი არის, მოდი ესე ვიტყვი, FSB-ს, არა, სპეცსამსახურების ხაზი. მაგრამ არ არის ერთია ილარიონ ალფეევმა რა შესთავაზა და როგორ, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ თქვენის ნებართვით, დაანიშნინა სწორედაც რომ შიო მუჯირი მოსაყდრეთ ილია მეორეს და ეს არ ვიცი ისტორიის მიერ ფრჩხილ გახსნილი იქნება თუ არა ოდესმე, ეს ერთი ამბავია, მაგრამ მეორეა რომ მხოლოდ ილარიონ ალფეევის და კირილ გუნძიაევის მხარდაჭერით არ სარგებლობს, როგორც ჩანს, შიო მუჯირი, მის ზურგს უკან დგას რუსეთის იდეოლოგიური მამა, დღევანდელი, ასე შემიძლია ვთქვა, ფაშისტური რუსეთის, ევრაზიულ ფაშისტური რუსეთის იდეოლოგიური მამა, ეს არის ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. ალექსანდრ დუგინი, რომელიც იცით თქვენ, რომ ესეთი ძალიან ოდიოზური პერსონაა, პუტინი ერთი ხანობა მას ემიჯნებოდა პრეზიდენტობის დასაწყისში, 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თავად პუტინს ჰქონდა მეტი ლიბერალური წიაღსვლა, საკუთარ მეტი ლიბერალური ხედვა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგრამ 2004-დან, 5-დან, 10-დან, 7-დან, 8-დან, 10-დან, 7-დან, 7 მნიშვნელოვანი თარიღია, 10-დან, 12-დან, 14-დან პუტინი თავიდან ბოლომდე ეშვა გადადურთა თავი პუტინმა დუგინიზმში, ასე ვიტყვი და თავის მხრივ დუგინიზმი დაფუძნებულია, რასაკვირველია, დიდ ველიკორუს დერჟავისტებზე, ყველაზე ცნობილებს არც დავასახელებ, მაგალითად, მაგრამ ნაკლებად ცნობილს დავასახელებ ფართო საზოგადოებისათვის. ეს არის ვენაში დაკრძალული, არ მახსოვს რომელ წელს,
გარდაცვლილი თუ არ ვცდები 37 წელს ვენაში დაკრძალული სხვა შორის ანტილენინელი ერთი ხანობა კი არა სიცოცხლის ბოლომდე ლინგვისტ ფილოსოფოსი ნიკოლაი ტრუბეცკოი რომელიც ქართველებთან მიმართებაში ბევრი სხვა რამეც აქვს ნათქვამი ზოგადად მაგრამ ეს ფილოსოფოს ლინგვისტი კაცი ქართველებთან მიმართებაში ამბობდა მე ვთარგმნი რუსულად ამაქვს საკითხული და ახლა ვიხსენებ ციტატას და თან ვთარგმნი რომ საქართველოს ნაციონალიზმი, ქართველი ხალხის ნაციონალიზმი საჩიშია მხოლოდ მაშინ თუ ის ეყრდნობა ევროპულ საწყისებს, ევროპულობას, დასავლურობას, მაგრამ ჩვენთვისად რუსეთისთვის სასარგებლოა თუ ეს ტრუბეცკოის ნიკოლაი ტრუბეცკოის სიტყვებია თუ ის ეყრდნობა სასარგებლოა თუ ის ეყრდნობა ევრაზიულობას. ამიტომ ჩვენ უნდა გავაღვივოთ სწორედაც რომ ურა პატრიოტიზმი, ურა ნაციონალიზმი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ურა პატრიოტიზმი, ურა ნაციონალიზმი, ყალბ პატრიოტიზმზე, სადღეგრძელოზე ამას არ ამბობს, მაგრამ ეს იგულისხმება იმაზე, რომ აი საქართველოს ყველაზე ლამაზია და მხოლოდ ყველაზე ლამაზია და საქართველოს და რუსეთი ერთად უნდა იყვნენ რამდენადაც ეს ორი სახელმწიფო იყო და არის, ამას უკვე დუგინი ამბობს პრინციპში, იყო და არის მართლმადიდებლური სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დუგინი არის ერთ-ერთი უკანმდგომი, ანუ ერთის მხრივ ილარიონ ალფეევი, მეორეს მხრივ კი არა მთავარი რასაკვირველი არის კირილ გუნძიაევი, კირილ გუნძიაევის პარალელურად რასაკვირველი არის პუტინი, რომელიც უთუოდ საქმის კურსში იქნება, ვინ უნდა იყოს პატრიარქი გარკვეული პერიოდის შემდეგ და ვინ უნდა ასრულებდეს პატრიარქის მოვალეობას თუ ასრულებს ისიც და ვინ უნდა იყოს ძლიერი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში პუტინი უთუოდ საქმის კურსში იქნება ამასთან დაკავშირებით და შიო მუჯირთან დაკავშირებით მასაც აქვს ეს ბილეთი მიცემული ნათქვამი რომ დიახ იყოს თუ ენდობით ცხადია პირადად არ იცნობს მაღალზე მაღალი ალბათობით თუ ენდობით იყოს სწორედაც რომ ეს თქვენი შიო მუჯირი და მეორეს მხრივ ანუ ეს არის ალფეევი კირილის ხაზის გარდა ეს არის დუგინის ხაზი. თავად შიო არ არის მარტო, როგორც ერში, ანუ საზოგადოებაში, წოდნეთ წოდებულ საზოგადოებაში, განათლებულად წოდებულ საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში ცხადია მას თავისი საცეცები, საკმაოდ მძლავრი საცეცები აქვს და მე გავაბედავ და ვიტყვი რომ ვერც ერთი მღვდელმთავარი სინოდის წევრი პრაქტიკულად ვერ მიდის მის წინააღმდეგ ვერც ღიად და ვერც ფარულად, ვერც მიედავები საბოლოო ჯამში, მაგრამ მეც მიედავები როგორ მიედავები, მაგრამ ეს ღია საბაბებს ის თითქოს არც იძლევა, რატომაც მის წინააღმდეგ სხვა მღვდელმთავრებს უნდა ეთქმოდეთ სიტყვა, უნდა გამოთქვან სიტყვა, წარმოთქვან სიტყვა. ეს სამწუხაროა ერთის მხრივ, მაგრამ ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება ერში, ანუ საზოგადოებაში, მისი საყრდენი არის, მისი გუნდის წევრი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ეს არის ზაზა შათირიშვილი, ზაზა შათირიშვილამდე ლევან მასაძე, უახლოესი მეგობარია შიო მუჯირისა, ლევან მასაძე, ზაზა შათირიშვილი, ამ გუნდიდან სხვადასხვა არ დავასახელებ 2-3 პირს, რომელიც ერთგვარად კი არა, ბევრგვარად გაემიჯნა მათ, რომელიც მათი აი ამ სამეგობროს უახლოესი წევრები, წარმომადგენლები იყვნენ, არ დავასახელებ თქვენის ნებართვით. ესე იგი, ლევან მასაძე, ზაზა შათირიშვილი, ის ვიღაც სოსო მანჯავიძე, შეიძლება ვასილ მაღლაფერიძე, ვიღაც ტიპები, რომლებიც კირილის და ალფეევის კანდიდატურის გათრევას ცდილობენ. ემან რამე რომ მოხდეს და რომელიმე ეპისკოპოსს მოუნდეს პატრიარქობა, ის კანდიდატი არ უნდა იყოს პოპულარული საზოგადოებაში და ის უნდა ჩაიჩოჩოს, ის უნდა დაიჩაგროს, მას პრეტენზიაც კი არ უნდა ჰქონდეს პატრიარქობაზე გარკვეული პერიოდის, თუნდაც 10 წლის პირობითად, ხო? 12-15 წლის შემდეგ. ამავე გუნდის წევრია ერთი კაცი, რომლის ციტატებსაც ახლა მე ჩაგიკითხავთ თქვენ, ჯერ ჩავიკითხავ ოღონდ თქვენის ნებართვით. და მე მინდა აქვე რაღაც ტესტი შემოგთავაზოთ, როცა ჩავიკითხავ, ხომ არ გეგონებათ ერთი ხანობა არ არის. მაგრამ ხომ არ გეგონებათ ერთი ხანობა, რომ ამ სიტყვების ავტორი არის რომელიმე რუსი დერჟავისტი, გეგონებათ. პაპუაშვილი ხომ არ გეგონებათ, არა, პაპუაშვილი არ გეგონებათ, მაგრამ ხომ არ წაგეფიქრებათ, რომ პაპუაშვილი კარნახობს ამ ადამიანს. წაგეფიქრებათ გულახდილად გეტყვით. მე გეტყვით, რომ ეს კაცი დღეს გამახსენდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ სადღაც კომენტარი ვნახე მისი.
და მე მის კედელში შევიჭყიდე და ვიქექე. ხო, ეს კაცი საქს უახლოვდება და ხმალა მოღებული იბრძვის ბოლო რაც თავი მახსოვს 10 წელია 15 შეიძლება 20 წელიწადია LGBTQ თემის წინააღმდეგ. ასევე ებრძვის მუსლიმებს, აი მახსოვს რომ რაღაც მარშებში მონაწილეობდა აღმაშენებელზე ამბობდა რომ აი რატო არის თურქული კაფე ან ირანული ბარი, რა უბედურებაა ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლო მისი კომენტარი მე რამდენიმე კომენტარი ამოვწერე საგანგებოდ და ჩაგიკითხავთ. ახლა ბოლო მისი კომენტარი გააცაოცარი კომენტარია გულახდილად გეტყვით. იმიტომ რომ ეს კაცი დუგინის ხაზის, გუნჯაევის ხაზის, რაც თავარია შიოს ხაზის გამაგრძელებელი და საბოლოო ჯამში მისი პოპულარობის ხარისხი ალბათ 0.2 იზომება რაღაცა შკალით, მაგრამ და ყურადღებას არ უნდა ამახვილებდე მასზე შესაბამისად, მაგრამ დუგინის ხაზის, კირილის ხაზის, გუნჯაევის ხაზის და რაც თავარია შიოს ხაზის გამაგრძელებელი საბოლოო ჯამში ახმიანებს იმას, რასაც ისინი, მისი ნაჩალნიკები, ჩვენი საქართველოს ხელისუფლებაში მისი ნაჩალნიკები, კობახიძის გუნდის წარმომადგენელია, შემიძლია ღიად გითხრათ, იტყოდნენ თუ იტყვიან. აი, ეხლა მე შემოგთავაზებთ 5-6 ციტატას, ამასობაში 21 წუთი გავიდა. ამ პირის ბოლო საჯარო გამოსვლებიდან, ან სტატუსებიდან, ნახეთ რას ამბობს. პროფესორ მასწავლებლებიანა, დასაჭერია ყველა, ვისაც წილი აქვს ჩვენი სანუკვარი შვილების გახსნა გადაგვარებაში. ანუ მას გონია რომ რაღაც პროფესორ მასწავლებელი პირობითად ილიას უნივერსიტეტიდან გახსნა გადაგვარება თუ ქვია იმას მაინც და მაინც რაღაცა ვინმეს აძალებენ რომ გახდნენ ეს ახალგაზრდები გახდნენ LGBTQ ხო LGBTQ თემის წევრები. რაც დასაკვირვებლად ყურილია მისი გავბედავ და ვიტყვი მოღრძობილი ტვინის შედეგია ეს ყველაფერი. როგორ წარმოგიდგერიათ რომ პროფესორი შედის და ეუბნება რომ შენ დავით უნდა გახდე ჰომოსექსუალი და შენ მარიამ უნდა გახდე რაღაც ლესბოსელი, ესე ხო არ ხდება ხო? ან რაღაც ლექციას კითხულობს ლესბოსელობის აუცილებლობის თუ გარდაუვალი აუცილებლობის თაობაზე. მეორე ციტატა მისი. საერთოდ რატო უნდა არსებობდეს ოპოზიცია? თან ვუსწორებ ქართულს, მაგითხრათ, მეც გაიხვითო ვარ. თუ კაითა მთავრობა გვყავს, ვინ მოიგონა ეს ლიბერალურ ჭინკური ბოდვა? ანუ საბოლოო ჯამში ეს ავტორი წერს ამას მანამ სანამ პაპუაშვილი გაგვიანონსებდა ოპოზიციის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელს. იცით რომ სამი პარტია უნდა აკრძალოს ბანდიტმა პაპუაშვილმა და ბანდიტმა ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ, ხო? და ეს ბანდა ვერაფერს გახდებოდა რომ ესეთი ტიპები რომ არ არსებობდნენ. თუმცა მეორეს მხრივ მე ხა ცხადი არ ვიცი რამდენს უხდიან და უხდიან თუ არა საერთოდ ამ ბატონს რამე თანხას ამგვარი სიტყვების გავრცელებაში. სიმართლე გითხრათ გონია რომ არ უხდიან, იმიტომ რომ ვაკეში რამდენიმე ობიექტი აქვს, რომლებსაც აქირაებს და საკმაოდ შემოსავალიანი ბიზნესიც აქვს თავისი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. მაგრამ ამიტომ აქედან გამომდინარე ეხლა მთავრობის გადაგდებული რაღაც $2000 სულაც არ არის მისთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ აი ესეთი ბოდვები რო აქვს და ეს ყველაფერი მაინც FSB-ს არა უფრო სპეცსამსახურ გრუს უფრო სიმართლე გითხრათ მართულია და ისიც გვიანონსებს თუ მიესალმება ოპოზიციის გაუქმებას. მესამე, ამდენ სიკეთესთან ერთად არ შეიძლება ბარემ გამოირთოს ეს მავნებლური, აგენტურული, ბინძური ტვინის მრეცხავი ფორმულა და ტევე პირველი. ანუ რაც უნდა ხელისუფლებას და უფრო ზუსტი რო ვიყოთ, რაც უნდა რუსეთს რომ არ ილაპარაკოს, ვინმე რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ნებისმიერ კოლეგას და ვასახელებ ვიკა ბუკია მარილაპარაკოს ტევე პირველის ჟურნალისტებს ვისაუბრებ, ხო? დიანა მარი საუბროს, ეკა მარი საუბროს, ინგა მარი საუბროს, სხვება და სხვება არის საუბრონ და ჩემს ტელევიზიაში ხა სადაც მე ვმუშაობ, იქ უფრო მეტი ავტორი ყავს რა, ხა მე არ მომითვლია მაინც და მაინც, მაგრამ ამდენადაც მე ვხვდები, ან იგივე რაოდენობის ავტორები ყავს, ხო არის ლაპარაკო რაღაც გიორგი ვახოვნინომ, ურამმა სხვება და სხვება საკუთარ თავსაც მივათვლი ირაკლი კიკნაველიძემ არ ლაპარაკოს, აი ეს უნდა რომ მე უფრო იოლი იყოს რუსეთის ბზაკრული მიზნების განხორციელება საქართველოში. და ეხლა შემდეგი განცხადება თუ სტატუსი გაძევდეს ყველა ჩვენი სამშობლოს მტრობაში ჩამდგარი ბინძური ელჩი. ამასაც საპირებს სიმართლე გითხრათ პაპუაშვილი თუ კობახიძე ბოჭორიშვილის გამოყენება.
მაგრამ ეს სტატუსები არ იქნებოდა ახალი და ყურადღება მისაქცევი არ იქნებოდა რომ არა ის რომ რასაც ეხლა მე გეტყვი. ისიც რომ აი ეს ჯგუფი ხო ჯგულში მჯიხს იცემს წლებია და ამბობს რომ საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყანაა. არაბი რაღაც პაკისტანელი არაბეთის ქვეყნებიდან არაბული ქვეყნებიდან წარმოადგენელი მოქალაქეა პაკისტანელი, ინდოელი, ირანელი თუ არ ვიცი რაღაც სურინამელი აქ არ დავინახოთ და არავითარ შემთხვევაში ეს არის საზიზღარი ხალხი რომელიც ჩვენს გენოფონდს აფუჭებს თუ რაღაც გავს და უმცირესობაში აღმოჩნდებით მალე და რაღაც ბოდბებით არიან დაკავებულნი. ქსენოფობიური რუსული მესიჯები. უცებ ხაი ბოლო 2 დღის წინ გამოუქვეყნებია სტატუსი რომელიც ახლა ჩაგიკითხავთ 3 დღის წინ. ამ კაცს. აქ გამართლებულია ეს არაბიზაცია თავად მისი ტერმინია და აქედან გამომდინარე ვიმეორებ მეც. გამართლებული ამართლებს იმას რომ არაბეთიდან გაეხორციელდება გაერთიანებული საემიროებიდან განხორციელდება ჩვენთან ზარმაზარი ინვესტიცია თუ განხორციელდება ისიც 6 მილიარდის ცოტა მეტის 6 მილიარდ 600 მილიონის ოდენობით რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არ არის MR ჯგუფის ინვესტიცია, იცით თქვენ, ეს არის Eagle Hills-ის ინვესტიცია, ეს არის ძალიან ცუდი პირობები ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოს, მის გარდა იმაზე რომ არ ვილაპარაკოთ, რომ ეს არის ცოტაზე მეტად საფრთხილო უსაფრთხოების კუთხით, ცოტაზე მეტად საფრთხილო ეკოლოგიის კუთხით, ცოტაზე მეტად საფრთხილო დემოგრაფიული კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამაზე რომც არ ვილაპარაკოთ, ხო, ეს ისედაც ცხადია, ეს ინვესტიცია ან განხორციელდება, ან არა. საერთოდ ამგვარ ინვესტიციებს მიესალმება, გულახდილად გეტყვით, რუსეთი და FSB, რუსეთის მეცამსახურები, იმიტომ რომ ნაკლები სივრცე რჩება დასავლური ინვესტიციებისათვის. საქართველოს უნდა იყოს გაუბედურებული, ასე ვიტყვი. მათ შორის მისი იერი უნდა იყოს გაუბედურებული, წარმოსახვა, წარმოჩენა უნდა იყოს საქართველოსი ძალიან ცუდი, რომ მერე უკვე აღარც მოუნდეს პირობით ამერიკელს თუ პირობით დასავლელს ზოგადად ხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელება. მაქსიმალურად არადემოკრატიული სივრცეებიდანაც უნდა იყოს ინვესტიციები. ეხლა ვიღაცა მოუთხრას საქართველოს ხელისუფლებას რომ ჩრდილოეთ კორეა დებს რაღაც პირობითად 7 მილიარდს ისინი საქართველოს de facto ხელისუფლება თანახმა იქნება რომ ჩადოს ჩრდილოეთ მოიზიდოს ინვესტიცია ჩრდილოეთ კორეიდან. ეს კაცი რომელიც აი კი ამბობს რომ რაღაც ტვინის მრეცხავი ფორმულა უნდა გაუქმდეს და ოპოზიციას უნდა მიუქმდეს, უკვე შემდგომ ამბობს ესეთ რამეს. ჩემი აზრით არაბიზაციის საფრთხე გაზვიადებულიაო, არაბიზაციის საფრთხე. ყველა ქვეყანაში სახიფათოა ღარიბი მიგრანტების, ნახეთ როგორი სეგრეგაცია, ღარიბი არ შემოუშვათ, ხოლო მდიდარი შეიხი შემოუშვით. და ეს მდიდარი შეიხები განზოგადებული სიტყვაა, მაგრამ მდიდრები ვინც შემოვლენ, ისინი იკავებენ 6.5 და 2.5, ანუ ჯამში 9 კვადრატულ კილომეტრზე და ცოტა მეტზეც ალბათ, ტერიტორიას პატარ-პატარა სახლებს რო იცოდეთ და ჯამში იქნება როგორც მე გავიგე და საბოლოოდ გავიგე, მინიმუმ ლაპარაკი 50,000 არაბზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც გამარტივებული წესით მიეცემა. ოღონდ ამ პრავასლავნი და არა მართლმადიდებელი ქრისტესმცველი ვითომ ქრისტესმცველი და რეალურად კი რუსეთის მცველი კაცისათვის, რომელიც აკიგითხარით არის შიომუჯირის. შიომუჯირი კი თავის მხრივ არის გუნძიაევის, ალფეევის, დუგინის და სხვების აქაური ვსწავლენნიკი, ეგზარხოსი ალბათ სწორი სიტყვა, სწორი შეფასება. თავისი საცეცებით მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყველგან, ყველა დონეზე პრაქტიკულად, ყველა ეპარქიაში შემიძლია ასე ვთქვა. ხო? ეს კაცი არის სწორედ შიომუჯირის გუნდის წევრი, სიტყვის გამავრცელებელი, ხარდამჭერი და ასე შემდეგ. მოკლედ, საშიშიაო არაბების, ესე იგი პაკისტანელებისო, რომლებიც პაკისტანელი კურიერებიო, ბოლტზე რო სხედანო, ბოლტის პაკისტანელი კურიერებია საშიშიო ჩვენთვისო, ხოლო აი მდიდარი არაბებიო, ვერც არ არის საშიშიო და სუბოლოო დასკვნა არის ასეთი, ნახეთ როგორი სერი სტატუსია, ყველაფერს ხوار ჩავიკითხავ, მაგრამ ხო, რომ სწორედ იმ მომენტში მოგვევლინა მაშველრგოლად ეს არაბული ინვესტიცია, როცა გაბოროტებული დასავლეთიდან ჩვენი ეკონომიკური საბოტაჟის სანქციების საფრთხის საშიშროება გაჩნდა. და ეს ასეც არის, ხო, როცა
წყალებში გაბოროტებულმა დასავლეთმა გამოაგზავნა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მისამართით ის მუქარის სიტყვები გამოუგზავნა ამად გააცნო ამად რომლის მიხედვითაც ესენი იზოლირებულნი იქნებიან დასავლური სივრცისაგან სადღაც უნდა ეპოვა ნავსაყუდელი ბიზინა ბანდიტს და მან იპოვა ნავსაყუდელი სწორედ არაბულ ინვესტიციებში მაშველ რგოლად თუმცა ეს ინვესტიცია განხორციელდება თუ არა როგორც ასეთი მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული მინახავს წამიკითხავს მსმენია მონაწილეობაც კი მიღია რამდენიმე რაღაც დიდ საინვესტიციო ან საშუალო საინვესტიციო დამიცვია გულახდილად გეტყვით დიდი საინვესტიციო თუ მაგრამ პაკეტები პროექტები და ასე შემდეგ მივსალმები ვარ მაგრამ არ გამოსულა მიზეზთა გამო ობიექტურია მიზეზების სუბიექტურია ვიღაცა მოხსნეს თუ ვიღაცას ჩაეძინა ამას მნიშვნელობა არ აქვს მე მგონია რომ ეს არ გამო მაგრამ რომც გამოვიდეს ეს არის ჩვენთვის საშიში და ეს პრავასლავები კი ამ ყველაფერს ესალმებიან დამავისყდა მგონი ხო მე თქვა ეს არის გურამ ფალავანდიშვილის მა კაცი ვასაძისა ძმა კაცი მუჯირისა შიო მუჯირისა და კაცი რომელიც საქართველოს რუსეთის კენ მიაქანებს ვინც მიაქანებს ხო ვიცით მაგრამ ვინც მხარს უჭერს აი ამ რუსეთისაკენ საქართველოს გაქანებას გუნძიაევს ყავს თავისი ეგზარხოსი ხო და გენერალ გუბერნატორიც ყავს ხო გუბერნატორიც ყავს მეფის ნაცვალიც ყავს კიდე ვინ არა ყავს ამ ქვეყანაში ყველაზე უნდა ილაპარაკოს ესეთ კაცმა უბრალოდ 31 წუთია გასული და მე კი უნდა დაგემშვიდობოთ და აი რატო არის ისიც დოროთე კარგი კაცი ყველაფერთან ერთად მას შეეძლო ყოფილიყო რაღაც პატარა ტაძრის წინამძღვარი მას შეეძლო დარჩენილიყო და ყოფილიყო არქიმანდრიტი მას შეეძლო მეტნაკლებად კომფორტულად ცხოვრება მას შეეძლო რევრი შეუუროვებდა სხვა თუ არაფერი თანხას და ერთი რაღაც ვინაიდან $15,000 საბოლოო ჯამში დიდი არაფერია ეს $15,000 ჯიპი, მაგრამ $15,000 ჯიპით გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორე ადგილიდან და ასე შემდეგ და წყნარად ცხოვრება შეეძლო. მაგრამ დოროთემ ჯერ კიდევ როდის და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დოროთე ყურაშვილმა აღიმაღლა ხმა. და დიახ, ქუჩაში გასვლა და ამბიონებზე რუსული სივრცის გავრცელება შორის ქუჩაში გასვლასა და ამბიონებზე რუსული სივრცის გავრცელება შორის უზარმაზარი სხვაობა ქუჩაში გავიდა, რადგან მას ამბიონი წაართვეს ასე უნდა ვთქვა. ხო, არ წაართვეს მას აქვს რამდენადაც ვიცი შესაძლებლობა გადაგებისა, მაგრამ მისი მთავარი ამბიონი რასაკვირველი არის ქუჩა. ხოლო ამბიონებიდან უმრავლეს შემთხვევაში მოსაყდრეს კამანდა კი არა. სწორედაც რომ ეგზარხოსის კამანდა გადაგებს ანტიქრისტეს სიტყვას ერთის მხრივ და ანტისახელმწიფო სიტყვას. ხო, ეს ფაქტია. ნახვამდის.